რა მოხდებოდა თუ აზიის ორი უდიდესი ეკონომიკა ომში ჩაებმებოდა ოკეანის შუაგულში მდებარე რამდენიმე პატარა კუნძულის გამო? ეს კუნძულები პატარაა და დაუსახლებელი, მას რატომ უნდა იბრძოლონ მათ გამო? ხედავთ, მთავარი დეტალი აქ მათი სტრატეგიული მდებარეობა და პოტენციური რესურსებია, რაც შეიძლება იქ იყოს. ამ ვიდეოში განხილავთ თუ როგორ ედავებიან ერთმანეთს ჩინეთი და იაპონია. ალბათ სად მდებარეობს ეს კუნძულები და რა ქვია მათ? სინამდვილეში თავად სახელიც კი უკვე მიუთითებს ამ დაპირისპირებაზე. იაპონია მათ სენკაკუს კუნძულებს უწოდებს, ხოლო ჩინეთი დიაოიუს კუნძულებს. ჰაივანსაც კი აქვს მათთვის განსხვავებული სახელი დიაოიუტაი. ეს კუნძულები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს, სტრატეგიულად განლაგებული ჩინეთის მატერიკს, იაპონიასა და თაივანს შორის. კუნძულების ჯაჭვი თავად შედგება 5 დაუსახლებელი კუნძულისა და 3 უნაყოფო კლდისგან. მათი ზომა მერყეობს 0.2 კვადრატული კილომეტრიდან 3.91 კვადრატულ კილომეტრამდე. მაშ რატომ არის ეს პატარა დაუსახლებელი კლდეები ასეთი დავის საგანი? ამის გასაგებად ჩვენ ჩაუღრმავდებით ამ დავის ისტორიას. შემდეგ გადავხედავთ როგორი მოქმედა ამან ჩინეთ-იაპონიის მიმდინარე ურთიერთობებზე და რა გეოპოლიტიკური შედეგები შეიძლება მოხდეს თუ ამ კლდეების გამო კონფლიქტი მართლაც დაიწყება. ისტორიით დავიწყოთ, მოდით. მეიჯის რესტავრაციით დავიწყოთ. რაციით დავიწყოთ? ხედავთ, ამ იაპონური ისტორიის პერიოდში იმპერიული მმართველობა იაპონიაში დაბრუნდა და 1868 წელს შოგუნატებისა და სამურაებზე დაფუძნებული რეჟიმი დაამხეს. 1869 წლისთვის აღდგენილმა იაპონიის მთავრობამ დიდი ხნის არსებობის მხრის რიუკიუს სამეფო მიიერთა. ეს სამეფო რიუკიუს კუნძულებზე იყო დაფუძნებული, რაც იაპონიის სამხრეთ კიდეზე მდებარე დიდი კუნძულთა ჯაჭვია და ის ახლოს მდებარეობს ამჟამად სადავო კუნძულებთან, რომლებიც იაპონურად სენკაკუ ეწოდება. რიუკიუს კუნძულები ასევე აღნიშნავდა ცინის იმპერიის ჩინეთი გამიჯვნას. ამიტომ, როგორც კი იაპონიამ რიუკიუს სამეფო მიიერთა, სენკაკუს კუნძულები ოფიციალურ საზღვრად იქცა ჩინეთსა და იაპონიას შორის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. რიუკიუს სამეფო იაპონიის იმპერიის ოკინავას ას პრეფექტურის ტერიტორიად გახდა ცნობილი. 1885 წლისთვის ოკინავას პრეფექტურის გუბერნატორმა მეიძის იმპერიულ მთავრობას სთხოვა სენკაკუს კუნძულები ოფიციალურად დაემატებინა ოკინავასთვის. თუმცა მთავრობამ უარი განაცხადა, რადგან კუნძულები ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობდა და უკვე მინიჭებული ჰქონდა ჩინური სახელები ცინის დინასტიის მიერ, დიაიუ ან დიაიოტაი. ეს საწყისი პერიოდი მშვიდობიანი იყო და კუნძულები დროებით საზღვრად დარჩა. ეს შეიცვლებოდა 1894 წელს პირველი ჩინეთ-იაპონიის ომით. 1895 წლის იანვარში იაპონიამ ანექსია მოახდინა კუნძულებზე და მათი მართვა ოკინავას გადასცა. იაპონია ამ ქმედებას ამართლებდა 1894 წლიდან ჩატარებული კვლევებით, სადაც კუნძულები მიუთითებოდა როგორც დაუსახლებელი და შესაბამისად terra nullius, ანუ არავის მიწა. საბოლოოდ ჩინეთმა წააგო პირველი ჩინეთ-იაპონიის ომი და 1895 წელს დაიდო შიმონოსეკის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებამ ჩინეთი აიძულა ტაივანი და მასთან დაკავშირებული კუნძულები იაპონიისთვის გადაეცა. თუმცა მთავარი ის იყო, რომ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ღრმელი კუნძულები შედიოდა ამ ჯგუფში. ეს მოგვიანებით გახდება დავის საგანი ჩინეთისა და ტაივანის პრეტენზიებისთვის, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამით იაპონიამ შეინარჩუნა კუნძულებზე კონტროლი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, 1945 წლამდე. იმპერიული იაპონიისა და სხვა ღერძის ქვეყნების დამარცხების შემდეგ მეორე მსოფლიო ომში კუნძულებზე კონტროლი აშშ-ის მთავრობამ აიღო. 1952 წელს იაპონიამ უარი თქვა სუვერენიტეტზე ტაივანსა და იმავე დაკავშირებულ კუნძულებზე, რომლებიც 1895 წელს ჰქონდა მოპოვებული. ხოლო 1960-იანი წლების ბოლოს დაბურდა კუნძულებზე განახლებული მნიშვნელობა. იცით, 1969 წელს გაეროს ეკონომიკურმა კომისიამ აზიისა და შორეული აღმოსავლეთისთვის აღმოაჩინა პოტენციური ნავთობისა და გაზის მარაგები, სწორედ იქ, სადაც სენკაკუს კუნძულებია. ამ მიზეზით იაპონიამ, რომელიც ახლა დასავლეთის მოკავშირეა, ამერიკის მთავრობისგან ამ კუნძულების კონტროლის დაბრუნება მოითხოვა. ამიტომ 1971 წელს ოკინავას დაბრუნების ხელშეკრულება აშშ-ის სენატმა დაამტკიცა და 1972 წლისთვის შეერთებულმა შტატებმა კუნძულები იაპონიას დაუბრუნა. იაპონიამ ისინი ოკინავას შემადგენლობაში კვლავ შეიყვანა. უნდა აღნიშნოთ, რომ 1970-იან წლებამდე ჩინეთსა და ტაივანს ამ კუნძულებზე ოფიციალური პრეტენზია არ ქონიათ. ისინი 1945 წლის შემდეგ გაზეთებსა და სამთავრობო დოკუმენტებში მათ იაპონური სახელით მოიხსენიებდნენ. თუმცა ჩინეთმა კუნძულებზე პრეტენზიების წამოყენება 1971 წელს დაიწყო, მაგრამ რატომ დაელოდა აქამდე? სავარაუდოდ ამის მიზეზი იყო ნავთობის პოტენციური მარაგები, რომლებიც გაერომ 1978 წელს გამოავლინა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ისტორიული ნარატივი, რომელსაც ჩინეთი იყენებდა თავისი პრეტენზიის დასასაბუთებლად. ხედავთ, ჩინეთის თქმით, ეს დაპირისპირება იაპონური იმპერიალიზმის მემკვიდრეობას წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩინეთის მტკიცებით იაპონიის მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგაც კი მან ვერ შეძლო კუნძულების დაბრუნება, რადგან იმ დროს ჩინეთის სამოქალაქო ომში იყო ჩართული. ამ ომის დასრულების შემდეგ 1959 წელს დემოკრატიული კუომინტანი ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ტაივანზე გააწევა. ამიტომ 1972 წლისთვის არა მხოლოდ ჩინეთის კომუნისტური პარტია, არამედ დემოკრატიული ჩინეთის რესპუბლიკა ტაივანიც აცხადებდა კუნძულებზე სუვერენიტეტს. ისინი თავიანთ პოზიციას რამდენიმე მნიშვნელოვან არგუმენტზე ამყარებენ. მოდით განვიხილოთ ჩინეთის ისტორიული პრეტენზიები ამ კუნძულებზე. ნარატივის მიხედვით ჩინეთმა ეს კუნძულები ჯერ კიდევ 1372 წელს აღმოაჩინა. არსებობს ადრეული ჩანაწერი ამ კუნძულების შესახებ, რომლებიც 1403 წლიდან დიაოიუტაის სახელით არის მოხსენიებული.
ეს ჩანაწერი ჩინური წიგნიდან მოგზაურობა მაღალი ქარით მოდის, რომლის დროსაც მოგზაურებმა, რომლებიც ფუჯიანიდან რიუკიუს სამეფოში მიემგზავრებოდნენ, ეს კუნძულები ამოიცნეს. 1534 წლისთვის მინის დინასტიამ ყველა კუნძულის სახელი ჩაიწერა იმპერიული ელჩის რიუკიუში ვიზიტის ჩანაწერში. და ისინი გამოიყენებოდა როგორც საზღვაო საზღვარი იაპონელი მეკობრეების წინააღმდეგ. თუ დაუბრუნდებით პირველი ჩინეთ-იაპონიის ომის შედეგებს, დამარცხებულმა ცინის დინასტიამ ჩინეთიდან 1895 წელს შიმონოსეკის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორც ადრე ვახსენეთ, ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, რომელი კუნძულები ტაივანთან ერთად გადაეცემოდა იაპონიას. ჩინეთმა და ტაივანმა ამ გაურკვევლობას და იაპონიის 1894 წლამდე უარს კუნძულების მოთხოვნაზე კიდევ ერთ საფუძვლად გამოიფენეს. მათ განაცხადეს, რომ იაპონიამ ეს კუნძულები მხოლოდ ომის შედეგად დაიკავა. ფაქტობრივად ისინი ამბობენ, რომ იაპონიამ შიმონოსეკის ხელშეკრულების ბუნდოვანებითი სარგებლა და კუნძულები დაიკავა. ჩინეთმა და ტაივანმაც განაცხადეს, რომ ზოგიერთი კომერციული ნაბიჯი, მაგალითად 1886 წელს და 1930 წელს კოკას ოჯახის მიერ განხორციელებული შეძენა, უბრალოდ იაპონიის შიდა შეთანხმებები იყო. მათი თქმით, ამ ნაბიჯებს კუნძულების იურიდიულ სტატუსზე გავლენა არ ქონია. 2012 წელს კი ჩინეთმა ტაივანი მიიწვია, რომ ერთად ემუშავათ და იაპონიასთან კუნძულების დავა გადაეჭრათ. თუმცა ტაივანმა უარი თქვა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. უნდა აღნიშნოთ, რომ ჩინეთსა და ტაივანს უკვე აქვთ საკუთარი ყველასთვის ცნობილი სუვერენიტეტის დავა, თავად ტაივანის კუნძულზე. გარდა ამისა, ერთმა ჩინელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ თავდაპირველი რიუკიუს სამეფოც დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და იმპერიული იაპონიის იურისდიქციას არ ექვემდებარებოდა. ახლა კი გადავიდეთ იაპონიის პრეტენზიებზე ამ კუნძულებთან დაკავშირებით. ის აგებულია ისტორიულ ფაქტებსა და საერთაშორისო სამართლის არგუმენტებზე. იაპონიის მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ სენკაკუს კუნძულები იაპონიის ლეგიტიმურ კონტროლს ექვემდებარება. იაპონია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კუნძულები დაუსახლებელი იყო და 1895 წლამდე არ არსებობდა მტკიცებულება ჩინეთის კონტროლის შესახებ ამ კუნძულებზე. იაპონელი მეცნიერები ეჭქვეშ ატანებენ ჩინეთის მტკიცებას, რომ მინის დინასტიას ოდესმე ქონოდა კონტროლი ამ კუნძულებზე. ისინი იყენებენ 1617 წლის ჩანაწერს, რომელიც აჩვენებს, რომ ჩინეთს არ ქონდა კონტროლი კუნძულებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სახელი ქონდა მინიჭებული. მინის დინასტიის კიდევ ერთი ჩანაწერი მის ტერიტორიას მხოლოდ დონგიინისა და ლიანციონგის კუნძულებზე ზღუდავს. ეს ორი კუნძული ჩინეთის მატერიკიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. სენკაკუს კუნძულები ბევრად უფრო შორსაა, ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 320 კილომეტრში. ამ ლოგიკით კუნძულები საკმაოდ შორს იყო მინის დინასტიის გავლენის ზონიდან. თუ იმ კომერციულ ნაბიჯებს აუბრუნდებით, ოკინავას მცხოვრებმა 1886 წელს მიიღო იჯარა ეკონომიკური საქმიანობისთვის. მან 200-ზე მეტი მუშა მიიყვანა და რამდენიმე ბიზნესი დაიწყეს, მაგალითად თევზაობა, პირუტყვის მოშენება და ნავსადგურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეიძის მთავრობამ ვინმეს მისცა იურიდიული ნებართვა კუნძულების გამოგონებაზე. ეს იაპონიის ფაქტობრივ კონტროლს აჩვენებდა მათზე. იაპონია ასევე ამტკიცებს, რომ ჩინეთმა და ტაივანმა კუნძულებზე პრეტენზიები მხოლოდ 1972 წელს დაიწყეს. ეს მოხდა მაშინვე მას შემდეგ, რაც გაერომ აღმოაჩინა კუნძულების ზღვის ფსკერთან ნავთობისა და გაზის პოტენციური მარაგები. ფაქტობრივად 1972 წლიდან იაპონია კუნძულებზე პირდაპირ ადმინისტრაციულ კონტროლს ახორციელებს. მაგალითად, მათ დააწესეს პატრულირება და სამართალდამცავი ორგანოების კონტროლი კუნძულების გარშემო, რათა დაიცვან ისინი უკანონო თევზჭერისგან. ქუბუს კუნძულზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია, მთავრობამ მფლობელებს გადასახადები დააკისრა. მთავრობა ასევე მართავს ზოგიერთ კუნძულს, როგორც სახელმწიფო საკუთრებას, მაგალითად ტაიშოსა და ოტოსარის კუნძულებზე. კუნძულებზე მიმდინარეობს სახელმწიფო დაფინანსებული კვლევებიც კი. როდესაც იაპონიამ 1996 წელს გაამტკიცა გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია, კუნძულების გარშემო ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა დააწესა. დამატებით, 2005 წელს იაპონიის მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ტერიტორიული სუვერენიტეტი ამ კუნძულებზე. და ბოლოს 2012 წელს ტოკიომ კუნძულები ნაციონალიზაცია მოახდინა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რას ამბობს შეერთებული შტატები ამ ყველაფერზე? მას შემდეგ, რაც კუნძულები იაპონიას დაუბრუნა, აშშ აღიარებს იაპონიის ადმინისტრაციულ კონტროლს მათზე, თუმცა თავს იკავებს კუნძულების სუვერენიტეტის საკითხზე პირდაპირ. მიუხედავად ამისა, აშშ არაერთხელ წინააღმდეგია გამოსულა ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიების მიმართ ამ კუნძულებზე. ხედავთ 1960 წლის აშშ იაპონიის უსაფრთხოების ხელშეკრულება ამ კუნძულებს იაპონიის დასაცავ ტერიტორიად მიიჩნევს, მეხუთე მუხლის მიხედვით. მაშ, სად ვართ ახლა? 2026 წლისთვის დავა კვლავ მოუგვარებელია და ბოლო წლებში დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, 2025 წელს ჩინეთის სანაპირო დაცვის სამსახური კუნძულებთან თითქმის ყოველდღე პატრულირებდა, წლის განმავლობაში 347 მეტრს. ეს სანაპირო დაცვის ნავები კუნძულის ტერიტორიული წყლებიდან სულ რაღაც 12 საზღვაო მილის მანძილზე იმყოფებოდნენ. ეს წარმოადგენს იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის საზღვარს. ეს იყო მცდელობა არა მხოლოდ კუნძულებზე დომინირების დასამტკიცებლად, არამედ იმისთვისაც, რომ ტაივანი შეეჩერებინათ დამოუკიდებლობისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯებისგან. თავარი აქ არის ის, რომ კუნძულები ძალიან ახლოს მდებარეობს ტაივანთან. და ეს მნიშვნელოვანია პეკინსა და ტოკიოს შორის არსებული მიმდინარე დაძაბულობის გამო. ხედავთ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ იაპონია შეიძლება ჩაერიოს, თუ ჩინეთი ტაივანს თავანს თავისმება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინეთი ყოველწლიურად დაახლოებით 100 პატრულირებას ახორციელებს კუნძულების გარშემო. პეკინმა ასევე განათავსა კუნძულების გარშემო 500,000-ზე მეტი ხომალდი და 6,000 თვითმფრინავი.
ეს საპატრულო ხომალდებიც ძალიან მასიურია. 2019 წლიდან 2025 წლამდე ხომალდების ზომა ორჯერ გაიზარდა. 2025 წელს დაკურვებული ჩინური ხომალდებიდან 22-ის წონა 3000 ტონაზე მეტი იყო. მათგან 8 5000 ტონაზე მეტი იყო, ხოლო 2-ის წონა 10000 ტონაზე მეტი იყო. ისინი ასევე ძალიან კარგად არიან შეიარაღებული. ზოგიერთ მათგანს 76 მმ-იანი საზღვაო ქვემეხები აქვს. საერთო ჯამში ეს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სანაპირო დაცვისა და საზღვაო აქტივობის ზრდას წარმოადგენს. Reuters ინფორმაციით, ეს პეკინის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონში დომინირების დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ჩინეთის საპატრულო აქტივობების ზრდა შემაშფოთებელია, რადგან ეს არ ღვევს საერთაშორისო სამართალს. ხედავთ, მხოლოდ პრეტენზიის მქონე ქვეყანას შეუძლია განხორციელოს სამართალდამცავი საქმიანობა საკუთარ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში კუნძულებთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. 2010 წელს ჩინური სათევზაო ნავი შეეჯახა იაპონურ ხომალდებს კუნძულების მახლობლად. პასუხად იაპონიის სანაპირო დაცვამ დააკავა ნავის კაპიტანი, რამაც დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია. შემდეგ 2012 წელს იაპონიის მთავრობამ კუნძულების ნაწილი შეიძინა. მანამდე ეს კუნძულები იაპონელი მოქალაქეების კერძო საკუთრებაში იყო. პასუხად ჩინეთმა საპატრულო გემები გაგზავნა. ბოლოს 2025 წლის დეკემბერში ჩინეთმა და იაპონიამ განაცხადეს, რომ ერთმანეთის გემები მიმდებარე წყლებიდან გააძევეს. ხედავთ, ერთი მხრივ ჩინეთმა განაცხადა, რომ არალეგალური იაპონური სათევზაო გემი გააძევა. მეორე მხრივ იაპონიამ განაცხადა, რომ დააკავა და გააძევა 2 ჩინეთის სანაპირო დაცვის გემი, რომლებიც ამ სათევზაო ნავს უახლოვდებოდნენ. ასევე 2025 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა ტაკაიჩიმ კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა. მან გამოაცხადა, რომ იაპონია წელს კუნძულების გარშემო უფრო დიდ საპატრულო ნავებს განათავსებს. იაპონია ასევე გეგმავს თავდაცვის სტრატეგიებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მთავარ მოკავშირეებთან ერთად. ამ პარტნიორებს შორის არიან აშშ, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ინდოეთი. ჩინეთმა უარყოფითად მიიღო იაპონიის პრემიერ-მინისტრის კომენტარები ტაივანზე და მისი მთავრობის გაზრდილი თავდაცვითი ხარჯები. პეკინმა წამოიწყო კამპანია, სადაც ამ ნაბიჯებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იაპონური მილიტარიზმის მსგავსად წარმოაჩენს. ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი შეიძლება კონფლიქტს გამოიწვევს ამ ორ აზიურ ძალას შორის. ჩინეთის კამპანია ასევე მოიცავს იაპონიაში ტურიზმის შეკავებას. პეკინი ასევე გეგმავს კიდევ უფრო გააძლიეროს პატრულირება ოკინავას რეგიონში და მის გარშემო, სადაც ეს კუნძულებიც შედის. სენკაკუს, ანუ დიაუს კუნძულების გარშემო დაძაბულობა მაღალია. მაგრამ არის კიდევ ერთი პატარა კუნძული, რომელიც ასევე აღმოჩნდა ჩინეთსა და იაპონიას შორის დაპირისპირების ეპიცენტრში. ეს არის იონაგუნი, შორეული კუნძული, რომელიც იაპონიის ყველაზე დასავლეთ წერტილში მდებარეობს. ის ძალიან ახლოსაა ტაივანსთან, დაახლოებით 70 მილი აშორებს მის აღმოსავლეთ სანაპიროს. ეს კუნძული პირდაპირ ჩინეთ-იაპონიის დაძაბული კონფლიქტის წინა ხაზზეა. სენკაკუს კუნძულებიც საკმაოდ ახლოსაა იონაგუნისთან, დაახლოებით 80 საზღვაო მილი ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთით. იაპონიამ ბოლო დროს დაიწყო კუნძულის გამაგრება და მას სამხედრო ფორპოსტად აქცევს. იაპონიის მთავრობამ იონაგუნისზე ჯარები გაგზავნა, რადარის ანძები და საბრძოლო მასალის საცავები დააყენა. კუნძულზე ასევე განთავსებულია ამერიკული ძალებიც, რომლებიც იაპონელებთან ერთად ჩინურ სამხედრო გემებს ხელს შეუშლიან ღია წყნარ ოკეანეში შესვლაში. ჩინეთმა ცოტა ხმის წინ ტაივანის გარშემო საბრძოლო სროლებით სამხედრო წოფთნები ჩაატარა. ეს იყო ჩინეთის სამხედრო ძალებისა და საჰაერო ძალების ძალის დემონსტრირება და ბევრი აქტივობა იონაგუნის ძალიან ახლოს მოხდა. ეს კუნძული და სენკაკუს კუნძულები მნიშვნელოვანი შეხსენებაა იმისა, რომ იაპონიის უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ტაივანის უსაფრთხოებასთან. იაპონია სწრაფად რეაგირებს ამ ახკმულ საფრთხეზე. ის გეგმავს გაზარდოს სამხედრო ხარჯები MŠP-ის 2%-ით უკვე ამ გაზაფხულზე. ეს 2 წლით ადრეა დაგეგმილ ვადაზე. კერძოდ იონაგუნიზე იაპონია გეგმავს განათავსოს საშუალო მანძილის საზენიტო რაკეტები, რათა შეაჩეროს ჩინეთიდან შესაძლო თავდასხმები. ეს იაპონიის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა გააძლიეროს თავისი ოკინავას კუნძულები ჩინეთის საპირწონეთ. ამ ძალისხმევას თვითდაცვის ძალები ეწოდება. კითხვა ასეთია: მოიცავს თუ არა ეს კუნძულები სენკაკუს? ჩინეთმა უკვე უწოდა ამ გეგმებს უკიდურესად საშიში. მან იაპონიას სამხედრო დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა. მიუხედავად ამისა, იაპონია კვლავაც მზად არის გააიარაღოს თავისი სასაზღვრო კუნძულები. სხვა მზადებები მოიცავს დაგეგმილ მიწისქვეშა თავშესაფრებს ოკინავას კუნძულებზე. ისინი შესაძლოა 200-ზე მეტ ადამიანს დაიტევდეს. იაპონელი ოფიციალური პირები ასევე ატარებენ ევაკუაციის წურფნებს და ამზადებენ მოსახლეობას, რომ მიიღონ ტაივანელი ტოლვილები. თუმცა იონაგუნის მცხოვრებლები კუნძულის მილიტარიზაციით ძალიან კმაყოფილები არ არიან. მართალია, ეს თუ არა ჯერ გასარკვევია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ყველაზე პატარა კუნძულებსაც კი შეიძლება კონდეთ გიგანტური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. იაპონიის უსაფრთხოება ამ კუნძულების გადარჩენაზეა დამოკიდებული. თუ იაპონია გადაწყვეტს დააიარაღოს დაუსახლებელი სენკაკუს კუნძულები, ეს შეიძლება კატასტროფულად დასრულდეს ნებისმიერი დიპლომატიური მცდელობისთვის, რომელიც მათი სუვერენიტეტის დავის მოგორებას ისახავს მიზნად. ერთი არასწორი ნაბიჯი იონაგუნისში შეიძლება ჩინეთსა და იაპონიას შორის ომის დაწყების მიზეზი გახდეს. ეს კუნძულები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ფაქის გეოპოლიტიკურ ბალანსს წარმოადგენს. ამიტომ არის მშვიდობა და სტაბილურობა იქ გადამწყვეტი კატასტროფული სცენარის თავიდან ასაცილებლად.